ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, ბევრი ადამიანისთვის, ქალბატონისთვის ძალიან საინტერესო თემით, ლამაზი რუჯი, სიფჭყვიალე, დასამახსოვრებელი მაკიაჟი, ეს ის დეტალებია, რომლებიც განსაკუთრებულად აქტუალური ხდება მაშინ, როცა ბანკეტები და სადღესასწაულო საღამოები ახლოვდება ამ პერიოდში. ყველა სურვილი უკავშირდება ერთს, გამოირჩეოდეს ყველგან და თავის სილამაზე კიდევ უფრო გამოკვეთოს ხოლმე. დღეს გაგაცნობთ ორ იტალიურ ბრენდს, That's So და Mesauda, რომლებიც როგორც ყოველდღიურობაში, ისე განსაკუთრებულ მომენტებში დაგეხმარებათ შექმნათ ძალიან ლამაზი იერი და როგორ უნდა მოვამზადოთ კანი სწორად, გავირუჭოთ ასევე უსაფრთხოდ და გქონდეს ერთგვაროვანი ცოცხალი ლამაზი კანი, ასევე როგორ ავარჩიოთ სწორად მაკიაჟის პროდუქტები ელეგანტური და გამორჩეული შედეგისთვის. ლანა ყიფშიძე ავერსის არა მედიკამენტების დირექტორის მოადგილე გაგვიზიარებს ძალიან მალე რეკომენდაციებს. ესეც ასე. აბა დილამშვიდობისა. ეს რამხელა მთელი ამბავი მოგვიწყვია, მოკლედ აქ საველე პირობებში. ქალბატონებს ბევრი პროდუქტი გჭირდება, რომ? კი, ეს ნამდვილად ის პროდუქტებია, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ აუცილებლად დაწვრილებით, მით უმეტეს აღვნიშნე, რომ ახლოვდება ბანკეტები, ეს სადღესასწაულო საღამოები, როცა გვინდა რომ ისევე როგორც ჩვენი კანი, ჩვენი მაკიაჟიც იყოს დასამახსოვრებელი და ლანა შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფერში ახლა ძალიან წარმატებულად გაგვარკვევს, გზამკვლევი იქნება ჩვენი და მოდი დავიწყოთ კანის მომზადებით, ლანა. ალბათ ორ ბრენდზე უნდა ვისაუბროთ. ერთი აღვნიშნე, რომ ეს არის იტალიური ბრენდი That's So, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მეც ძალიან მიყვარს და უკვე ზურამაც აგვიწყობები და ჩემს სახეზეც აღბეჭდილია უკვე ეს ყოველივე და არის ძალიან პრაქტიკული, მინდა ვთქვა. ძალიან მარტივი, აი გამიმარტივა მე პირადად ცხოვრებად მოიხსენება ჩვენს ტელემაყურებელს მეიქაპის გარეშე გადაცემაში და ტელეეკრანიდან ურთიერთობა წარმოუდგენელია და არ ვიცი, დიდი მადლობა. ლანა, დავიწყოთ მოდი. როგორ მოვამზადოთ კანი? რა დაგჭირდება ამისთვის? და პირველ რიგში მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ავერს წარმოადგენს ორ იტალიურ ბრენდს, ეს არის That's So და Mesauda და ეს ორი ბრენდი ერთმანეთთან კავშირშია, ასე ვთქვათ, იმ კუთხით, რომ ორივე გვეხმარება იმაში, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი სილამაზე და ძალიან კარგად გამოვიყურებოდეთ. მაშინ, როდესაც გვინდა რომ ბრწყინავდეთ, თქვათ ეს არის დღესასწაულები, თქვათ ნებისმიერი ღონისძიება და ასე შემდეგ. ეს ორი ბრენდი გავაერთიანე იქიდან გამომდინარე, რომ That's So გახლავთ უკვე ძალიან პოპულარული მსოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით საქართველოში და როგორც აღნიშნეთ, უკვე ძალიან ესეთი ცნობადი გახდა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ვინც ერთხელ მაინც გამოიყენებს ამ პროდუქტს და მას აქვს სურვილი რომ გქონდეს რუჯი, რომელიც არის ნატურალური ფერის, რომელიც არის აჭრელების გარეშე, რომელიც ძალიან ბევრი პრობლემას, რომელიც ზოგადად ავტორუჯებს გააჩნია, აბსოლუტურად ყველას პასუხობს დადებითად და აბსოლუტურად არანაირ პრობლემას არ აქვს სახეზეა. კი, შედეგის სახეზეა. ერთგვაროვნება ეს არის მთავარი პლუსი ამ პროდუქტის, კი ბატონო. That's So ეს არის რუჯი აჭრელების გარეშე, ეს არის რუჯი, რომელიც არის ნატურალური ფერის, ეს არის ბრენდი, რომელიც წარმოადგენს მრავალ პროდუქტს ავტორუჯების მიმართულებით, არის სრულიად უსაფრთხო და მათ შორის დაშვებულია, წარმოიდგინეთ, ორსულებისთვისაც კი, იმდენად უსაფრთხო შემადგენლობა აქვს, შეიცავს საკვებს აღებავებს, რომელიც აბსოლუტურად არ არის საფრთხის შემცველი ჩვენი, ასე ვთქვათ, ორგანიზმისთვის და რა აქვს ამ ბრენდს უნიკალური? აქვს ის, რომ ზოგადად აჭრელებას იწვევს ბევრი ფაქტორი და მათ შორის ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ სანამ გავირუჯებით, მანამდე ვიტენიანებთ კანს ძალიან სუყედ. და ესეც ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რომ შეიძლება ავჭრელდეთ. აი That's So არის ბრენდი, რომელიც უშუალოდ თვითონ შემადგენლობაში შეიცავს დამატენიანებელ საშუალებებსაც და ჩვენ შეგვიძლია, რომ შხაპის შემდეგ, როდესაც უკვე დასკრაბული გვაქვს სხეული, პირდაპირ გამოვიყენოთ That's So იმისთვის, რომ გავირუჯოთ. და ასევე დღევანდელ გადაცემაში წამოვიღე შიმერი, რომელიც არის ეს არის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ეს რას აკეთებს მეც განმანათლეთ, რომელიც არის ბრჭყვიალა სითხე, რომელიც არის ზეთოვანი და გამოიყენება როგორც თმისთვის, ასევე სხეულისთვის და აქვს რაღაც სასწაული ეფექტი. თმა მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებს ბზინვარებას, აქვს ძალიან სასიამოვნო სურნელი და ჩვენ ხშირად შევგვდის ხოლმე შეტყობინებები, რომ ხომ არ გაქვთ სუნამო, რომელიც მსგავსი სურნელის იქნება, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი სურნელი აქვს და ნუ სახეს და კანს ხდის ძალიან ბზინვარეს და განსაკუთრებულად ბანკეტებისთვის, ასევე მოცეკვავები ძალიან ხშირად იყენებენ.
იცი, შეიძლება ითქვას, რომ მე პირადად როდესაც ვემზადები ხოლმე რამე კონკრეტული საღამოსთვის, მაგალითად და მას შემდეგ რაც უკვე მაკიაჟის ნაწილი დასრულდება, ეს არის ხოლმე დამასრულებელი, დამაგვირგვინებელი, შეიძლება ითქვას პროდუქტი სადღესასწაულო მაკიაჟისა და აი რაღაც თითქოს უკან სხვანაირად მძინავი ხდება შენს ეს სასიამოვნო სურნელი ქსიამოვნებს და კი აი ერთგვაროვანი ხდება კანი თითქოს ბზინვარებას კიდევ ეს ბზინვარება რო ემატება მე საერთოდ წარმოუდგენელი რაღაც არის მოკლედ აი ავტორუჯებზე რომ დავასრულოთ საუბარი უბრალოდ აღნიშნავ რომ აუცილებელია იმისთვის რომ არ ავჭრელდეთ და იმისთვის რომ ერთგვაროვანი და ძალიან ლამაზი გამოვიდეს ჩვენი რუჯი გამოვიყენოთ ხელთათმანი და არა მოვიღე სპეციალურად შეფუთვიდან გამომდინარე იქიდან რომ აქ დატანილია ხელთათმანზე დატანილია როგორ უნდა გამოვიყენოთ თვითონ ავტორუჯი ინსტრუქცია თავიდან მოვიდა გვაქვს არ უნდა დავიტანოთ სხეულზე უნდა დავიტანოთ ხელთათმანზე შემდეგ გადავინაწილოთ ტანზე და ასე შემდეგ ამიტომ ეს ხელთათმანი არის ერთ-ერთი არის უმარტივესი შეიძლება ითქვას როგორ უნდა გქონდეს ერთგვაროვანი ძალიან კარგი პროდუქტების მოხმარება ლანა როგორც თაკომ აღნიშნა დასაწყისში მოკლედ ბანკეტები ახლოვდება შესაბამისად ყველას უნდა რომ ეს დღე რაღაც ძალიან მნიშვნელოვნად ჩაიწეროს თავისი ცხოვრების ისტორიაში იყოს ძალიან ლამაზი და შესაბამისად ნებისმიერ ეს პროდუქტი ძალიან ხელსაყრელი და საჭიროა თითოეული ადამიანისთვის რა უპირატესობები აქვს ამ შემთხვევაში მესაუდას ბრენდს რომელიც წარმოდგენილია ასევე ჩვენთან ჩვენს ეს საველე პირველ რიგში ვიტყვი რომ მესაუდა არის ბრენდი რომელსაც არ არის მნიშვნელოვანი ცვლილებები მესაუდა არის ბრენდი რომელსაც მნიშვნელოვანია რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი დადებითი მხარეები ასე ვთქვათ ვიზუალური თვალსაზრისით და წარმოვაჩინოთ ჩვენი სილამაზე და ის უნიკალურობა რაც თითოეულ ჩვენგანს გაგვეჩნია მესაუდა არის თქვენ მითხარით რითი განსხვავდება მესაუდა ხო მესაუდა არ არის ასე ვთქვათ მარტივი ყოველდღიური მოხმარების ბრენდი ეს არის ბრენდი რომელიც პროფესიონალური მაკიაჟის კუთხით ვითარდება. ეს არის ბრენდი, რომელიც მუდმივად ქმნის ტრენდებს, არ მხოლოდ გვთავაზობს იმ პროდუქტებს, რომელიც ტრენდულია და პოპულარულია მსოფლიო ბაზარზე, არამედ თვითონ ქმნის ამ ტრენდებს, თვითონ გვთავაზობს უნიკალურ პროდუქტებს, რომელიც წარმოაჩენს ჩვენს სილამაზეს. იმისთვის, რომ ჩვენ გამოგვივიდეს საუკეთესო მაკიაჟი, თქვათ, ბანკეტებისთვის, როგორც თქვენ ახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული საფეხური სწორად გავიაროთ და შეიძლება ჩვენ თვით მაკიაჟიც ძალიან პოპულარულია ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ ჩვენ უფრო კარგად ვიცნობთ ჩვენს თავს, ჩვენს ნაკუთებს რა მოგწონს ჩვენში და ხშირად არის ხოლმე რომ შეიძლება პროფესიონალურად გავიკეთოთ მაკიაჟი და რაღაცების ცვლილება მაინც მოგვინდეს ბოლოს სანამ გამოვალთ სალონიდან. კორექცია ყველა ჟიობს. კი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა მოგწონს, რა გვიხდება, რა გვინდა რომ მივიღოთ. ამიტომ ეს თვით მაკიაჟის ნაწილში მესაუდა არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ბრენდი, ჩემი აზრით, გამომდინარე იქიდან რომ არის მდგრადი და ჩვენ მაკიაჟს რომელსაც დილით გავიკეთებთ, გარანტირებულად გვეცოდინება რომ დღის ბოლომდე მდგრადად შევინარჩუნებთ და განსაკუთრებით მაშინ როდესაც ბანკეტებზე ვსაუბრობთ, ცეკვაზე ვსაუბრობთ, გართობაზე, ტემპერატურულ ცვლილებაზე, ხო? იმიტომ რომ სიტყვა მდგრადი უკვე მდგრადი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ განაპირობებს იმას, რა მიზანიც გვაქვს ხოლმე რომ ამ ბანკეტზე იქნება თუ დღის ბოლომდე უნდა ვიყოთ. დღის ბოლომდე თუ რა კონკრეტულ ღონისძიებაზე კი ეს დილით გაკეთებული მაკიაჟი არ შეილახოს ხოლმე საღამოს. მე თვითონ ნახეთ ბანკეტების პერიოდს რომ დაუკავშიროთ ხომ მხოლოდ ნუ სხვა მიმართულებითაც, მაგრამ თქვათ სხვადასხვა ადგილებს მოვინახულებთ, არის სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი, ხო? მე შეიძლება დახურულ შენობაში აღმოჩნდეთ, შემდეგ ცეკვა, გართობა და ანუ მუდმივად იცვლება ჩვენი კანის ტემპერატურა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაკიაჟი იყოს მდგრადი. სწორედ მესაუდა არის ბრენდი, რომელიც ამ ყველაფერს უძლებს და ბრენდი, რომელიც ამ ყველაფერს ვერ უძლებს, რას ვიღებთ, ხო? მაგალითად ჩვენ თუ გამოვკვეთავთ ჩვენს თვალს და დღის განმავლობაში ეს ჩვენი მაკიაჟი ჩამოვა და ვთქვათ ტემპერატურის ცვლილებაზე იმოქმედებს და შეიცვლის მის ადგილმდებარეობას, ასე ვთქვათ, სახის კანზე, ჩვენ აბსოლუტურად სხვა ასე ვთქვათ, ნაკვთებს მივიღებთ და მივიღებთ დაშვებული, დაღლილი სახის ეფექტს. გამომდინარე იქიდან რომ მაკიაჟი მოდის ქვევით, ხო? ამიტომ მდგრადობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მნიშვნელოვანია ყველა ის საფეხური, რომელიც უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ მივიღოთ მდგრადი მაკიაჟი. ეს არის, რა თქმა უნდა, კანის მომზადება, კარგად დატენიანება, შემდეგ უკვე ბანკეტების და ვთქვათ, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი დღეებისთვის ვიყენებთ აუცილებლად ტონალურს და მესაუდას აქვს წარმოდგენილი ძალიან საინტერესო ტონალური განსაკუთრებით. დრო ცოტა გვაქვს და მინდა რომ მოვასწროთ აუცილებლად ის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტები, აი ვთქვათ, პირობითად 5 პროდუქტი, რომელიც უშუალოდ ამ პერიოდში გამოადგებათ გოგონებს. კარგით, მოდი ვთქვათ 5 პროდუქტი. ეს არის ტონალური, ეს არის აუცილებლად თუ გვაქვს ცხიმიანი კანი, განსაკუთრებით ფიქსაციის პუდრი და განსაკუთრებით ეფექტური არის ტე-ზონაში.
მაკიაჟში და ძალიან ლამაზ მაკიაჟს, როცა ჩვენ ვიყენებთ პუდრს, ეს არის აუცილებლად ტუში და ვიტყოდი მულტიფუნქციურ ფანქრებს, რომელსაც გვთავაზობს ინოვაციის სახით, სიახლის სახით მესაუდა, გვაქვს უამრავ ფერში და ეს ფანქრები რას აკეთებს? ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ ერთი ფანქრით გავიკეთოთ სრული მაკიაჟი. გამომდინარე იქიდან რომ ეს ფანქრები გამოიყენება როგორც თვალზე, ასევე ტუჩზე, ასევე კონტურინგის ნაწილში და სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო ფუნქცია აქვს კიდე, რომ თუ გვინდა რომ გქონდეს იდეალური შუბლის რკალი, ჩვენ შეგვიძლია რომ ამ ფანქრებიდან შევარჩიოთ ჩვენ თმასთან და ჩვენს კანთან შესაფერის ფერი, რომლითაც შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი შუბლის იდეალური რკალი. და ძალიან ეფექტური არის ეს ფანქრები და გვაქვს უამრავ ფერში და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ფუნჯები, რომლის სწორად გამოყენებასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგალითად ეს ფუნჯი გახლავთ ტონალური ფუნჯი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება რომ დავზოგოთ პროდუქტი, როდესაც ვიყენებთ და უფრო ცოტა გამოვიყენოთ, არ გქონდეს ბევრი ტონალური სახეზე და გქონდეს იმდენი, რამდენიც გვჭირდება და გადავინაწილოთ სწორად კი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ დანარჩენი რადგან დრო არ გვაძლევს საშუალებას, მე მომხმარებლებს ველოდები ავერსის წარმოდგენილი ესება გლოსები, არის წარმოდგენილი თვალის ჭრდილები, რომელიც სხვათა შორის მე პირადად ძალიან მწყალობ, იმიტომ რომ არის ესეთი ფერთა გამა შეიძლება ითქვას შემოთავაზებული და ძალიან მომწონს ისიც, რომ აი თქვა სადღესასწაულო პერიოდს აი ეს სიბჭყვიალე ძალიან უხდება ხოლმე და ძალიან საინტერესო ჩერჩეული ტონები. გლოსები, ჰაილაითერები და უამრავი პროდუქტი, რომელიც დაგჭირდება ჩვენთვის, რომ გავიკეთოთ სადღესასწაულო მაკიაჟი. მოკლედ, ის რაც ვერ მოვასწარი ჩვენი ურთიერთობის ფარგლებში, ავერსის კონსულტანტები ყოველთვის მზად არიან ძალიან მეგობრული, თბილი და ამომწურავი კონსულტირება გაგიწიოთ თითოეულ პროდუქტთან დაკავშირებით. მეც არაერთხელ მქონია ამის გამოცდილება და მადლობა თქვენი მისთვის, რომ ზრუნავთ ყოველთვის ჩვენს. და გაგჭყვიალო ეხლა. რუბრიკას